ეს იყო ჩემი მეოთხე ჩასვლა და არც ერთი წინამისვლა არ შეედრებოდა ამას. უფალი ძალიან ახლოს იყო საქართველოსთან ამ ბოლო დროს. მე ვიგრძენი, რამდენად უღირსები ვართ ჩვენ, მე და მთლიანად საქართველო და რამდენად დიდია მოწყალება უფლისა. ვთხოვე უფალს, რომ მუდამ ჩვენთან იყოს. ასე შეაფასა თავის მოგზაურობა წმინდა მიწაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა. მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმა აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე. საქართველოს ეკლესიის საჭეთმკვლელი წმინდა სინოდის წევრებთან, სხვა სასულიერო პირებთან და საქართველოს ეკლესიის მრევლის წარმომადგენლებთან ერთად იერუსალიმში 16 თებერვალს გაემგზავრა. სამშობლოში კი 25 თებერვალს დაბრუნდა. უწმინდესისა და უნეტარესის ვიზიტის შესახებ უფრო დაწვრილებით თამარ სქიტიშვილი გიამბობთ, თუმცა არსებული მასალების სიმრავლის გამო ამჟამად მხოლოდ პირველ ნაწილს წარმოგიდგენთ. დიდხარ შენუპარო და საყურელ არიან საქმენი შენი. როგორც თქვენ იცით, ღვთის ლოცვა კურთხევით ჩვენ ვიმყოფებოდით წმინდა მიწაზე. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა, რამდენიმე ასეთი შეხება სიწმინდესთან. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვიყავით, შევედით საფლავთან, მაცხოვრის საფლავთან. ეს იყო მეოთხე ჩემი ჩასვლა. და მე მინდა გითხრათ, რომ არც ერთი წინა მისვლა არ შეედრებოდა ამას. უფალი ძალიან ახლოს იყო საქართველოსთან დღეს, აი ამ ბოლო დროს. და მე ვიგრძენი, რამდენად უღირსები ვართ ჩვენ, პირადად მე და მთელი საქართველო და რამდენად დიდია მოწყალება უფლისა. ჩვენ არაფერი არ შეგვეძლო. ჩვენ ვთხოვეთ უფალს, რომ მუდამ ჩვენთან იყოს და ჩვენ ვთხოვეთ, რომ როგორც ამბობს წინასწარმეტყველი
დავიწერა სარვეთყვი, უფალო შენი რა მაცხოვრნები, ესე იგი, შენ თვითონ იცი, რა გზებით უნდა მაცხოვრნები. წმინდისის ვიზიტი წმინდა მიწაზე მართლაც ისტორიული იყო. საქმე იმაშია, რომ მე პირველად ვიყავი წმინდა მიწაზე და დაემთხვა ის, რომ კიდევ წმინდისის ასეთი დიდი ვიზიტი, ისეთი მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, წარუშლილი შთაბეჭდილება დატოვა აბსოლუტურად ჩემზე. წმინდისი პირველ რიგში შეხვდა იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოს. თქვენ უნდა გარეცოდოთ, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მოყოფებით დღეს თქვენს თანმხლებ პირებთან ერთად, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან, ასევე იმ მორწმუნე ერთთან ერთად დღეს იერუსალიმში, იმ ქალაქში, რომელიც სამი რელიგიის, როგორც ისლამის, ისე იუდეველების და ქრისტიანების რელიგიის ცენტრს წარმოადგენს. ჩვენთვის უდიდესი პატივია თქვენი სტუმრობა იერუსალიმში, განსაკუთრებით ჩვენთვის და გეწეოდეთ მაცხოვრის საფლავის მადლი. ჩვენი საძმოსათვის და ჩვენი საპატრიარქოსათვის უდიდესი ბედნიერება, რომ თქვენთან საკმაყოფილებით. პატრიარქოს მედი საქარავის იერუსალიმის საქართველოს საპატრიარქოს სახელი ჩვენი სამგლების სახელი, სულაცილების სახელი და ძროლის სახელი მიწოდოთ მოგესალმებით თქვენ ეს ამ წმინდა ადგილზე წმინდა მიწას. მე გავნიშნე, რომ პირველი საუკუნეებიდან საქართველოს ხარში ედგა იერუსალიმის საპატრიარქოს. ძმიური და მეგობრული ურთიერთობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო ჩვენ შორის, დღესაც ესწრებოდა და მომავალშიც განვითარდება. მე საქართველოს საპატრიარქო დიდად აფასებს თქვენს გვარზე, თქვენ ცნობილი ბრძანდებით, არა მარტო იერუსალიმის საპატრიარქოში, არამედ თავისუფლებას. ეს როცა ასეთი სტუმრი პიროვნებია ორგანიზაციის, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დამტკიცდეს მართლმადიდებელი სარწმუნოება თავისუფლებაში და შეინარჩუნოთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ საუკუნეების მანძილზე პირველის გულისა ჩვენ ჩამოვედით აქ, რათა სიმდაბლით აღმოვისწრეთ მასვეულის საქმეს და წმინდა ადგილებს. იდეალურად მივესალმებით თქვენ თავისუფლად და მე მინდა გამოვიდგა წმინდა სინოდის და პირველად ჩემი დიდი სურვილი, რომ ჩამოვიდგინოთ საქართველოში. პირველ რიგში იერუსალიმის საპატრიარქოა და ძალზე მნიშვნელოვანი საპატრიარქოა და მასთან ურთიერთობა ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. წმინდა მიწა ამ საპატრიარქოს განმავლობაშია და ამასაც ძალზე გასათვალისწინებელი ფაქტორი არის. და იცით რა, ასეთი რაღაც დავაფიქსირეთ ყველამ, რომ აი სადაც კი იყო უწმინდესი, მისადმი დამოკიდებულება იყო რაღაც განსაკუთრებული. არა მარტო მართლმადიდებლების, არა მარტო დაუშვათ იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოსის მხრიდან და იქავის სამღვდელოების, არამედ არა მართლმადიდებლების მხრევაც. რაღაც არაჩვეულებრივი, რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება იყო და მართლაც კიდევ ერთხელ წმუნდები, რომ ჩვენი საჭიროებები არაჩვეულებრივი პიროვნება. და შეიძლება ითქვას, რომ ისტორია ალბათ ამ პერიოდში აფასებს ის, რომ ჩვენ ცხოვრობდით უწმინდესის პერიოდში, უწმინდეს ილია მეორეს ეპოქაში. და ამაში ეჭვიც არ მეპარება და ეს ჩემი თვალით ნახე და კიდევ ერთხელ დავწმუნდი ამაში. და იმ შეხვედრის შემდეგ დიდი პროცესია გაემართა უფლის საფლავისაკენ და უწმინდესმა მოილოცა მაცხოვრის საფლავი. ძალზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ უწმინდესმა მაცხოვრის საფლავზე დააყენა წირვა. მონაწილეობდა თვითონ პატრიარქი თეოფილოსი და ძალიან დიდი მრევლი იყო.
უმეტესობას ასაკოველი ქართველი მომლოცველები შეადგენდნენ, მაგრამ იქვე იყვნენ ბერძნები, მართლმადიდებელი არაბები, რუსები, ვასავით ხალხი იყო, წარმოუდგენელი იყო და განსაკუთრებული განცდა იყო ყველაფრის, რადგან ეს ხდებოდა უფლის საფლავზე. და შემდეგ ბედიერება მქონდა იმისა, რომ კიდევ არა მარტო მე ვეზიარე, არამედ კიდევ მქონდა ბედიერება, რომ ვაზიარე მრევლი მე და კიდევ რამოდენიმე მოძღვარმა. ისეთი შეგრძნება იყო თითქოს, აი ცადა დედამიწა შეერთდა იქ საოცარი რაღაცა. იცით, საერთოდ წმინდა მიწაზე მე შევამჩნიე, აი ყველაფერი იძენს განსაკუთრებულ განზომილებას. აი ლოცვაც უკვე სხვა სიღრმით აღიქმება, რაღაც სხვა სიღრმეს იძენს. აი როდესაც წმინდა წერილს კითხულობ, უკვე სხვანაირად ხედავ ამას ყველაფერს, რადგანაც აი მოლოცვით როდესაც ხარ ჩასული, ეს გაძლევს არაჩვეულებრივ რაღაც პერსპექტივას და ეს უკვე სულ შენთან რჩება სამუდამოდ და განსაკუთრებული იყო ეს წარმოუდგენელი რაღაც იყო. ამას გარდა უწმინდესი შეხვდა ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს, შეხვედრა იქონია ქალაქ რამალაში პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან და აგრეთვე შეხვდა კნესეთის წევრებს ისრაელის. ჩვენთვის საქართველო, როგორც მოუწინესობა იცის, არის უფრო მეტი ვიდრე ქვეყანა. Zamożam kilka $1 niemand nehmen, שחיו בשלום. საუკუნეების განმავლობაში იყო ებრაული თემი, რომელიც მშვიდობიანად ცხოვრობდა ქართველებთან ერთად. וגם אלה שעלו לארץ נושאים בלבם דוד רמות בכל זה. და ისინიც, ვინც უკვე ისრაელში ამოვიდნენ, ისინიც გულში ატარებენ საქართველოს სიმბოლოს. וזה הישע השאיר גם אותם בירושלים. საქართველოს აქვს დიდი კავშირი იერუსალიმში. אחד ממשוררי הגדולים ביותר נקבר כאן. ერთ-ერთი პოეტი, რომელიც ავტორი არის ვეფხისტყაოსნის, არის დაკრძალული იერუსალიმში, שתורגם לעברית נפלאה. რომელიც მისი ნაწარმოები გადათარგმნილია ძალიან კარგი ივრითზე אני קראתי אותה מההתחלה לסוף בשמחה גדולה מאוד. და მე თავის დროზე ეს თარგმანი წაკითხული მაქვს დიდი სიხარულით თავიდან ბოლომდე. מדינת ישראל רואה את עצמה אחראית לכל החלטות לשלומם של המתפללים. ისრაელის სახელმწიფოს საკუთარი თავი მიაჩნია როგორც პასუხისმგებელს ყველა რელიგიურ დენომინაციაზე, რომელიც არსებობს საქართველოში. לשלומם של המנהיגים. და პასუხისმგებელი მათ ლიდერებზე. וכל מה שקדוש בעיניך גם יהיה קדוש בעיניי. ისე რომ ის რაც თქვენს თვალში არის წმინდა, უნდა იყოს წმინდა ჩემს თვალშიც. בירושלים מתפללים בכל מיני שפות. იერუსალიმში ლოცულობენ ყველანაირ ენაზე ומכל מיני ספרי תפילה שונים. და ყველანაირი ლოცვების წიგნიდან ლოცულობენ. כל התפילות עולות לשמיים בלי התערבות הממשלה. და ყველა ლოცვა ადის ზეცამდე ყოველგვარი მთავრობის ჩარევის გარეშე. ואנחנו מקפידים מאוד לכבד את הדתות, את ჩვენ השם, ვცდილობთ მაქსიმალურად პატივიცეთ იმ რელიგიურ მიმდინარეობებს, מפני שהדת הייתה המבשרת הגדולה של השלום לפני כל דבר אחר. იმიტომ რომ რელიგია და რწმენა იყო პირველი მომტანი მშვიდობის ყველაფერ შემდგომში შექმნის წინ, ყველანაირ ინსტიტუციაზე წინ. שהשם מקבל אותך თქვენ პატივს გცემთ როგორც რელიგიურ ლიდერს, ადამიანს, რომელსაც საერთაშორისო გავლენა აქვს וכמנהיג חשוב של העם הגרוזי. და როგორც მნიშვნელოვან ლიდერს, სულიერ მამას საქართველოს ქართველი ხალხისა. ברוך רוח על ירושלים. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იერუსალიმში.
მაზოს მე დიდ თაყვანის ცოდვის ცოდვის თქვენი ისტორიის თქვენი დემონტები დღისა მოგიწევთ ხარჯი საფერით ჩვენი ეკლესიის ინტერესებს სალამი მისეზმეტებს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ზაბიეპარნას გასმის თურამდენად სტუდიო ჩვენი გიომერევა ჩვენი გიოს ერთმანეთს ჩვენი პოლიტიკი ჩვენი ტრადიცია ჩვენი ეხმარებით ერთმანეთს იმიტომ რომ ჩვენი ახლობლებად ალამარტიან სულიერი თვალსაზრისით სისხლითაც საქართველოს მეფეები როცა წერდნენ ხელს ლენინის ისინი წერდნენ დავითიანის ოლიმპიადის სახელს საოცარი იყო ასევე ჩვენი შესვლა ჯვარის მონასტერში, იერუსალიმის ჯვარის მონასტერში. ჯვარის მონასტერი თქვენ იცით ქართული მონასტერია და ხალხი ქართული ხალხი ვერ ეტეოდა იმ მონასტერში, ეს საკმაოდ დიდი ტაძარია, ვერ ეტეოდა და ეს ქრისტიანს განუვდნენ საგალობლებს და მთელი ხალხი გაოცებული იყო ამის ყურებით. ეს იყო შეერთება ცისა და ქვეყანისა, გამთლიანდა ცა და ქვეყანა. ქართველებისათვის განსაკუთრებული მომენტი იყო ჯვრის მონასტერში მისვლა, განსაკუთრებული გულმხურვალებით ლოცულობდა ყველა და ღმერთმა ქნასულოდეს მე საქართველოს დაუბრუნდეს ჯვრის მონასტერი. და ჩვენ იმედი გაგვიჩნდა რომ დადგება ის და დაბრუნდება ის ძველი დრო, როცა ქართველები მოღვაწეობდნენ წმინდა მიწაზე. წმინდა მიწის იერუსალიმის მადლი და წყალობა, იმ ტაძრების და მონასტრების მადლი და წყალობა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ის მადლი, რომელიც იხტრიალებს, საოცარი ის არის, რომ ზოგი გრძნობს ამას, ამ დიდ მადლს და წყალობას, ზოგი ვერ გრძნობს. ესე იგი, უნდა გააღო შენი კარები, გულის კარები და უნდა შემოიდეს უფალი შენთან. ჩვენთან არის ღმერთი.